გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით საყვარელ ცხოველებზე, რომლებიც თავიანთი მიმზიდველობის მიღმა ძალიან საშიშები არიან. თუმცა როგორც წესი, ჩვენ მათ ამ თვისებას ვერ აღვიქვამთ, მათივე საცნო გარეგნობიდან გამომდინარე. პანდა. გასაკვირია, რომ ყველასთვის საყვარელი და უწყინარი ცხოველი პანდა ამავდროულად ძალიან სახიფათოსაა. ცნობილია, რომ ცხოველის ეს სახეობა სიმშვიდისა და სიკეთის სიმბოლოდ მიიჩნევა, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ გირჩევთ მის გაბრაზებას. თუ პანდას ტერიტორიაზე შეიჭერით, ან იგრძნო თქვენგან წამოსული საფრთხე, მას სერიოზულად შეუძლია თქვენთვის ზიანის მიყენება. მათ აქვთ ძალიან სასიამოვნო გარეგნობა, თუმცა ამავდროულად არიან ღონიერი და საკმაოდ ძლიერი ყბებიც აქვთ. გაბრაზებულ პანდას იმაზე დიდხანს შეუძლია დაედევნოს ადამიანს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მათ ცურვა და ხეზე ცოცვა პროფესიონალურად იციან. პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთ მდებარე ტყეებში. ამ ადგილთან ახლოს დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც პანდის ბელი თავს დაესხა ადამიანს. მეც სიამოვნებით დაველოდებოდი პანდას ბელი როგორ დამესხმებოდა თავს, თუმცა მგონი არ ღირს. გედი. სიყვარულის სიმბოლოდ ქცეული გედიც კი შეიძლება სახიფათო ფრინველის ამპლუაში მოგვევლინოს. ამ არსებებს ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ, თუ მათგან რაიმე საფრთხე იგრძნეს ამ შემთხვევაში. გედი განსაკუთრებით აგრესიულია ბუდობის პერიოდში. იყო შემთხვევა, როდესაც გაბრაზებული გედი თავს დაესხა ტბაში ნავით მოცურავი ადამიანს. ამოაყირავა მისი ნავი და ნაპირისკენ მიმავალ მსხვერპლს გზა გადაუღობა. მოერიდეთ გედების უგემური საჭმლით გამოკვებას და არანაირად აფიქრებინოთ, რომ მისი ბუდის მიმართ რაიმე ინტერესი გამოძრავებთ, რადგან მის კვერცხებთან მიახლოების გამო ცუდი დღე დაგადგებათ. ამის შემთხვევა არაერთხელ ყოფილა და ამ ყველაფრის გამო ხშირად დაფიქსირებულა ადამიანზე თავდასხმის ფაქტი, მაგალითად მისკენ მიმავალ მამაკაცს ფეხიც კი მოსტეხა და ასე შემდეგ. ზღვის ლეოპარდი. ზღვის ლეოპარდი ძუძუმწოვარი ცხოველია სელაპების ოჯახიდან. ახასიათებს ლეოპარდის მსგავსი ბეწვი და ნადირობის განსაკუთრებული უნარი, რის გამოც საშიშ მტაცებლად ითვლება. ბინადრობს ანტარქტიდის პოლარულ ზღვებში. ის ერთადერთი სელაპია, რომელიც თბილ სისხლიანებით იკვებება. ჭამს ასევე კრილს, თევზს, სამეფო პინგვინებს, ზღვის ფრინველებს, ზღვის ძუძუმწოვრებსა და სხვა სელაპებს. ზღვის ლეოპარდი წყალში სწრაფად დაცურავს და დიდი სიჩქარით ნადირობს. მას დიდი თავი აქვს, მძლავრი ყბები, მხედველობისა და ყნოსვის შესანიშნავი უნარი. იგი თავის გრძელ ბასრ კბილებს იმისთვის იყენებს, რომ დიდი ზომის მსხვერპლი მოიტაცოს. შემდეგ მას ფატრავს და მომცრო ნაწილებად გლეჯს ადვილად რომ გადაყლაპოს. ეს პუტკუნა და საყვარელი სელაპი სინამდვილეში ხორცის მჭამელი და საკმაოდ აგრესიული ცხოველია. მიწაზე მოუხერხებელი ჩანს, თუმცა წყალში ძალიან სწრაფი მონადირეა. არსებობს ადამიანზე თავდასხმის უამრავი ფაქტი. მაგალითად ანტარქტიდაზე 2003 წელს სელაპი თავს დაესხა ბრიტანელ მეცნიერსა და ბიოლოგს, რომელიც ზღვის ცხოვრებას იკვლევდა წყალში. თავდასხმის შედეგად ბიოლოგი გარდაიცვალა. ერთადერთი ცხოველი, რომელიც მასზე ნადირობს, მკვლელი ვეშაპია. ზღვის ლეოპარდი მარტოხელა ცხოველია. ოკეანეში მარტო ცხოვრობს. გამონაკლისი შეჯვარების პერიოდია. მრავლდებიან 6 წლის ასაკიდან. ზღვის ლეოპარდები ხმელეთზე ჯგუფურად ამოდიან. სპილო. მიუხედავად თავიანთი ზომისა და სიძლიერისა, სპილოები მაინც უწყინარ და შვიდ ცხოველებად მიიჩნევიან. თუმცა ყველაფერი ისე არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დღითი დღე იზრდება სპილოების ადამიანზე თავდასხმის რიცხვი მსოფლიოში. წელიწადში დაახლოებით 500 ადამიანი იღუპება მათი თავდასხმების შედეგად. მხოლოდ 2010-2015 წლებში სპილოების ადამიანზე თავდასხმის 37,000 შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებული აგრესიულობით ის სპილოები გამოირჩევიან, რომლებიც საცირკო წარმოდგენებში გამოჰყავთ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი გაწვრთნა ფიზიკურ ძალადობას მოითხოვს. აქედან გამომდინარე სპილოების აგრესია ძალიან ხშირად თავდაცვის ერთადერთი საშუალება ხდება. შეიძლება ითქვას, მათი აგრესიულობა ჩვენი დამსახურებაა. დელფინი. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა თქვენგანი დამეთანხმება, რომ დელფინები ძალიან კეთილი და უწყინარი არსებები არიან. ზოგი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ისინი იღიმიან კიდეც, თუმცა რეალობა ოდნავ განსხვავებულია. ფაქტია, რომ ეს მხიარული ზღვის ბინადრები ხანდახან საკმაოდ ბრაზიანი და სახიფათო ძუძუმწოვრები არიან. განსაკუთრებულ აგრესიულობას დელფინები გამრავლების პერიოდში ამჟღავნებენ. იყო შემთხვევა, როდესაც 1998 წელს ბრაზილიაში დელფინი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად კი ერთი ადამიანი დაიღუპა.
მაგრამ აგრესიულები თუ მხოლოდ გამრავლების პერიოდში არიან, ეს არ ყოფილა მთლად მათი ბრალი. პირადი სივრცე დელფინებსაც სჭირდებათ. თაფლიჭამია, მეტაფლე მაჩვი ან მელოტი მაჩვი. მთელ აფრიკასა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს. გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია როგორც დედამიწის ყველაზე უშიშარი ცხოველი. ის ითვლება კვერნისებრთა ოჯახის მომცრო წარმომადგენლად. ცოცხლობს 20-24 წელი. თაფლიჭამია საოცარი ძალითა და მოქნილობით გამოირჩევა. აქვს უზარმაზარი ბრჭყალები და დაკუნთული მოკლე თითები ან თათები. ძლაური ყბები, ბასრი კბილები, კისერსა და ზურგზე ისეთი სქელი და მაგარი ყავი აქვს, რომ მისი გახვრეტა არც ერთ მტაცებელს არ ძალუძს. მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ამ ცხოველის უმთავრესი საკვებია თაფლი, თუმცა ზოგჯერ არც მტაცებლურ ცხოვრებაზე ამბობს უარს. თაფლიჭამია ისეთი აგებულებისაა, რომ მტაცებლის კბილები თითქმის ვერაფერს უნებს, ძვლები რეზინივით დეფორმირდება და მერე ისევ სწორდება. მისი მთავარი მტერი ადამიანია, გამომდინარე იქედან, რომ საკვების განადგურების გარდა საქათმეში სიარულიც ძალიან უყვარს. ტასმანიური ეშმაკი. ეს უშიშარი ცხოველი ძალიან მრისხანე გამომეტყველებითა და შემზარავი ხმების გამოცემით გამოირჩევა. ბინადრობს ავსტრალიაში, ტასმანიის კუნძულზე. მას ეს სახელი საძარელი ხმების გამო შეარქვეს. ტასმანიური ეშმაკი მთლიანად ასუფთავებს ტყეს ლეშისგან. ჭამს ძალიან ბევრს. შეიძლება ითქვას ყველაზე გაუმაძღარი არსებაა. აქვს საკმაოდ ძლიერი ყბები და კბილები. ტასმანიური ეშმაკი იკვებება პატარა ზომის არსებებით, გველით, თევზით, ჩიტებით, მწერებით. მათი კბილები იმდენად ძლიერია, რომ ძვლის დაღეჭვაც თავისუფლად შეუძლიათ. მიეკუთვნებიან ღამის ცხოველების რიცხვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნადირობენ მხოლოდ ღამით. გამოირჩევიან ძლიერი ყნოსვისა და კარგი კოორდინაციის უნარით. ირემი. რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, სავსებით შესაძლებელია ირემიც კი წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანისთვის. მამრი ირმები ხშირად ზედმეტად აგრესიულნი არიან შეწყვილების სეზონის პერიოდში. ზოოლოგები ფიქრობენ, რომ ირმებს საკუთარი შთამომავლობის დაცვა დათვებზე არანაკლებ შეუძლიათ. მოშინაურებულმა ირემმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს. ამის მაგალითია კანადელი ფერმერის შემთხვევა, როდესაც ფერმერს თავისი 11 თეთრკუდა ირმიდან ერთ-ერთი მამრი თავს დაესხა, გადმოთელა და სანამ გული არ იჯერა, თავი არ დაანება. სლოუ ლორისი. ასე ეძახიან ამ პატარა საყვარელ და დიდ თვალებად ცხოველს. მისი შესახედაობის გამო მოშინაურების სურვილი ბევრ ადამიანს აქვს, თუმცა ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი იდეა, რადგან ის ერთადერთი შხამიანი პრიმატია. გარდა ამისა, მისი მოშინაურება აკრძალულია. ცხოველის ამ სახეობას შხამი იდაყვებში აქვს. კბენის შემთხვევაში ადამიანი განიცდის ანაფილაქტურ შოკს და სხვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას. მეცნიერები ამბობენ, რომ მას შეუძლია კობრას ხმის იმიტირება. სლოუ ლორისი ღამურების ერთ-ერთი სახეობაა. ამ პატარა ცხოველს აქვს ჩამალული მოკლე კუდი, დიდრონი თვალები. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ცხოვრობენ ტყეში. აქტიურები არიან ღამით. დღისით ხეებზე სძინავთ. იკვებებიან მწერებით, პატარ-პატარა ქვეწარმავლებითა და ფრინველებით, მცენარეთა ნაყოფითა და კიდევ სხვა რამეებით. ამ მაიმუნის მსგავსი ცხოველის 40-მდე სახეობა არსებობს. იგი მსოფლიოს ზოოპარკების სასურველი ბინადარია, თუმცა ბუნებაში მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზე შეიძლება მისი ნახვა. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დალაიქოთ და არხიც გამოიწეროთ. და თუ თქვენგან პოზიტიური გამხმაურება იქნება ასეთი შინაარსის ვიდეოზე, დიდი ალბათობით მეორე ნაწილსაც გადავიღებ. ნახვამდის. ეს გახლავთ YouTube არხი HS Family, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ძალიან საინტერესო ვიდეოები, მაგალითად როგორ იცვლებოდნენ ცნობილი ადამიანები წლების განმავლობაში, როგორ გამოიყურებიან ჩვენი საყვარელი ფილმების მსახიობები დღეს, რომელი ცნობილი ადამიანია ყველასთვის ნაცნობი, მულტიპლიკაციური პერსონაჟების მიღმა და ასე შემდეგ. HS Family-ის ლინკი ვიდეოს აღწერაშია. შეგიძლიათ გადახვიდეთ, მოიწონოთ ვიდეოები და გამოიწეროთ არხი.